თუ უკრაინამ რამე დაამტკიცა რუსეთთან ომის დროს, ეს არის ის, რომ იგი კვლავ და ართმუდა არტყამს მოწყვლად სამიზნეებს, მანამ სანამ რუსეთი ვეღარ გამოიყენებს თავის რესურსებს. ამჟამად ნოვოროსიისკი ისეთივე მოწყვლადია, როგორც შეიძლება იყოს. უკვე დაახლოებით 1 თვის წინ გამანადგურებელი დარტყმის მსხვერპლი, ეს მნიშვნელოვანი შავი ზღვის პორტი კვლავაც გიგანტურ ცეცხლის ბურჯია გახვეული. და რუსეთის პრობლემებს რომ კიდევ დაემატოს, მის ერთ ფრეგატს ბოლო უკრაინულმა დარტყმამ ფართოდ გახია. დავიწყოთ იმ ფრეგატით. 6 აპრილს უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების ხელმძღვანელმა რობერტ ბროუდიმ ტელეგრამზე გამოაქვეყნა განცხადება უკრაინელი დრონების ოპერატორების მიერ განხორციელებული ბოლო დარტყმის შესახებ. კიდევ ერთხელ ყურადღება გამახვილებულია შავი ზღვის ფლოტზე, ნოვოროსიისკის პორტში, სადაც რუსეთმა ეს ფლოტი გადაიყვანა 4 წლიანი წარუმატებლობის შემდეგ. უკრაინის დრონებმა გაანადგურეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საბრძოლო გემი, რაც რუსეთს დარჩა. ჩვენ არ ვართ ყამთივლას, რაკეტები რძეში, დრონები მიზანში. პოეტურად აღნიშნა ბროვდიმ, სანამ შეცდომით დაასახელებდა უკრაინის მიერ დაზიანებულ გემს, როგორც ადმირალ გრიგოროვიჩს. ასე არ იყო. უკრაინის დრონებმა რეალურად დააზიანეს ადმირალ მაკაროვი ოპერაციაში, რომელიც ბროვდის თქმით უპილოტო სისტემების ძალების პირველ ცენტრსა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს, ანუ SBU-ს შორის კოორდინაციის შედეგი იყო. უკვე სერიოზულ ზიანს დამატებით შეურაცხყოფაც დაემატა, როდესაც ბროუდიმ ასევე გაამხილა, რომ უკრაინის დრონების მიერ დაზიანებული სამხედრო გემი აღჭურვილი იყო საჰაერო თავდაცვის სისტემებით, თუმცა ამ სისტემებმა სრულად ვერ შეასრულეს ერთადერთი ამოცანა, რისთვისაც ისინი შექმნილია. საჰაერო თავდაცვის რაკეტები უშუალოდ ფრეგატის ბორტიდან გაუშვეს სამიზნისკენ მიახლოებისას, თუმცა ეს ვერ გახდა დაბრკოლება მისთვის, რომ დრონებს დაერტყათ მცურავი ნაიარევისთვის. ეს საინტერესო აღწერაა ადმირალ მაკაროვის შესახებ, მაგრამ უკრაინისთვის ეს 100%-ით შესაფერისია, რადგან ეს კონკრეტული სამხედრო გემი უკრაინისთვის სერიოზულ პრობლემად დარჩა მაშინაც კი, როცა შავი ზღვის ფლოტოთი სევასტოპოლიდან გაიქცა და ეგონა, რომ ნოვოროსიისკში შედარებით უსაფრთხოდ იქნებოდა. როგორც Defense Express-ი წერს, უკრაინის ბოლო დარტყმის შესახებ თავის მიმოხილვაში. ადმირალ მაკაროვი არის მხოლოდ ერთ-ერთი იმ 11356 არბურავესნიკის კლასის ფრეგატიდან, რომელიც რუსეთმა ააშენა. რაც მას შავი ზღვის ფლოტის ერთ-ერთ იშვიათ საბრძოლო გემად აქცევს, რომელსაც შეუძლია კალიბრის ტიპის საკრუიზო რაკეტების გაშვება უკრაინის მიმართულებით. ეს დამანგრეველი რაკეტები ხშირად გამოიყენება უკრაინის ქალაქებსა და ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებისას. მაქსიმუმ 2500 კილომეტრის, ანუ დაახლოებით 1550 მილის სიშორით. კალიბრს საკმარისზე მეტი მანძილი აქვს, რომ ნოვოროსიისკიდან გაუშვან და უკრაინაში თითქმის ნებისმიერი მიზანი დააზიანონ. როდესაც რაკეტა მიზანს მიაღწევს, ის 450 კილოგრამიანი, ანუ დაახლოებით 992 ფუნტის წონის საბრძოლო ქობინს აწვდის. და მისი შეჩერება წარმოუდგენლად რთულია, რადგან ეს არის რელიეფთან ახლოს მოძრავი ფრთოსანი რაკეტა, რომელსაც ზებგერითი სიჩქარის განვითარება შეუძლია. უკრაინის ომში კალიბრის რაკეტების გამორიცხვა პრიორიტეტულია. რა შეიძლება იყოს ამაზე უკეთესი გზა, ვიდრე იმ რამდენიმე გემიდან ერთ-ერთზე დარტყმა, რომლებიც რუსეთს დარჩა და რომლებითაც შეუძლია ამ რაკეტების გაშვება. Defense Express-ის თქმით, ადმირალ მაკაროვი იყო შავ ზღვაში ბოლო მოქმედი სამხედრო გემი, რომელსაც კალიბრის ფრთოსანი რაკეტების გაშვება შეეძლო. მისი განადგურება თუ ვივარავდებთ, რომ უკრაინამ შეძლო გემი სამუდამოდ გამოეყვანა მწყობრიდან, პუტინისთვის სერიოზული დარტყმა იქნება, რადგან ის ცდილობს შეინარჩუნოს საჰაერო კამპანია, რომლის ფარგლებშიც მხოლოდ მარტში რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 138 რაკეტა გაუშვა. გასაოცარია, რომ ეს დიდი რაოდენობა წინა თვესთან შედარებით 52%-ით შემთით შემცირდა, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად ინტენსიური გახდა რუსეთის სარაკეტო კამპანია. ადმირალ მაკაროვზე მიღებული ზიანის მასშტაბი ჯერ კიდევ შეფასების პროცესშია. მაგრამ თუ დარტყმის შემდეგ გავრცელებული კადრები რაიმე მინიშნებას იძლევა, უკრაინამ შესაძლოა რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო გემი ბრძოლიდან გამოიყვანა. ორწუთიან ვიდეოში, რომელიც დარტყმის გამოცხადების შემდეგ გამოქვეყნდა, უკრაინა აჩვენებს თუ როგორ მოხდა მისი დრონები რუსულ ფრეგატს, გარდა იმისა, რომ სხვა სამიზნეებზეც მიიტანეს დარტყმა, რომელთაც მოგვიანებით განვიხილავთ. ჩვენ ხედავთ, როგორ ისვრის ადმირალ მაკაროვი სასოწარკვეთილად საჰაერო თავდაცვის რაკეტებს, რომლებიც ახლოსაც კი არ მიდიან უკრაინული დრონებისკენ, რომლებიც რუსულ გემს უახლოვდებიან. ამ ვიდეოში ასევე ჩანს გარკვეული მინიშნებები იმ კონკრეტულ დრონებზე, რომლებიც უკრაინამ ამ თავდასხმაში გამოიტანა. ჩანს, რომ უკრაინის დრონს საკმაოდ დიდი საბრძოლო ქობინი აქვს, რაც FP1-ისა და FP2-ის მთავარ კანდიდატებად აქცევს არჩევანისთვის. FP1 უფრო სავარაუდოა ამ ორს შორის, რადგან მანძილი, რომელიც უკრაინის დრონებს ნოვოროსიისკამდე უნდა დაფარონ, იმდენად დიდია, რომ FP2 ნაკლებად სავარაუდო არჩევანია. უკრაინას არ დაუდასტურებია, რომელი დრონი გამოიყენა, მაგრამ თუ ეს FP1 იყო, ეს ნიშნავს, რომ უკრაინამ რუსეთის შავ ზღვაში დარჩენილ ბოლო კალიბრის რაკეტამზიდ ფრაგაციაც დაარტყა. დრონით, რომელსაც შეუძლია 1600 კილომეტრის, ანუ 984 მილის დაფარვა და შეუძლია მიიტანოს საბრძოლო ქობინი, რომლის წონა 120 კილოგრამამდე, ანუ 260 ფუნტზე მეტია. ეს საკმაოდ დიდი დამანგრეველი ძალაა და თუ სწორად იქნება დამიზნებული, შეიძლება სრულიად საკმარისი აღმოჩნდეს ადმირალ მაკაროვის მწყობრიდან გამოსაყვანად. იმის მიუხედავად თუ რა ტიპის დრონი გამოიყენეს, რასაც აქ ხედავთ, არის კიდევ ერთი ძლიერი დარტყმა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის წინააღმდეგ. და მოდი ვაღიაროთ, ეს ფლოტი თავიდანვე არც ისე კარგად იყო. როცა პუტინმა დაიწყო უკრაინაში შეჭრა, შავი ზღვის ფლოტი უნდა ყოფილიყო რუსეთის მთავარი კოზირი. უკრაინას რეალურად საზღვაო ფლოტი არ ჰქონდა.
რამდენიმე საპატრულო ხომალდი და ნაღმოსანი ხომალდები საკმარისი არ იქნებოდა იმისთვის, რომ გამკლავებოდნენ სარაკეტო მატარებლებსა და სხვა საბრძოლო ხომალდებს, რომლებიც რუსეთს შეეძლო მოეყვანა. რუსეთს შეეძლო ამ ხომალდების გამოყენებით უკრაინაზე სურვილისამებრ დაესხა თავს. რუსეთს შეეძლო დაემყარებინა კონტროლი შავ ზღვაზე, შეეჩერებინა უკრაინის მარცვლეულის ექსპორტი, რითაც კიევს მილიარდობით დოლარის შემოსავალს წაართმევდა, რომელსაც ომისთვის გამოიყენებდა და უზრუნველყო უსაფრთხო გზა შავი ზღვის გავლით, რათა ჯარები გადმოესხა ანექსირებული ყირიმიდან უკრაინის კონტინენტურ ნაწილზე. ყოველ შემთხვევაში ასეთი იყო გეგმა. საქმე კარგად არ წარიმართა. 4 წელზე მეტი ომის შემდეგ რუსეთის შავი ზღვის დომინირებას იმდენადაა დაშორებული, რამდენადაც ეს შესაძლებელია. უკრაინამ დაამტკიცა, რომ ჭკვიანურად შერწყმული რაკეტები და დრონები, რომელთაგანაც უკანასკნელები ომის განმავლობაში ბევრად უფრო სახიფათო გახადა, საკმარისზე მეტი აღმოჩნდა რუსეთის ოდესღაც საშიში ფლოტის შესაჩერებლად. ეხლა შავ ზღვაში და კონკრეტულად ნოვოროსიისკში მომწყვდეული ეს ფლოტი სრულიად უნწეოდ იქცა და მხოლოდ უკან დახევასა და იმედის ქონას თუ შეძლებს, რომ უკრაინის ბოლო იერიში მათ არ შეეხებათ. შავი ზღვის ფლოტის მესამედზე მეტი გაანადგურა ქვეყანამ, რომელსაც საკუთარი რეალური საზღვაო ძალები საერთოდ არ გააჩნია. ადმირალ მაკაროვი მხოლოდ გაზრდის ამ შემზარავ სტატისტიკას, თუ უკრაინის ბოლო იერიში საკმარისი აღმოჩნდა გემის წყობრიდან გამოსაყვანად. რუსეთმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ სრულიად უუნაროა გაუმკლავდეს ასიმეტრიულ ტაქტიკას, რომელსაც უკრაინა ახლა შავი ზღვის ფლოტის წინააღმდეგ იყენებს. ამ ფლოტის გავლენა უკრაინის ექსპორტზე ახლა უმნიშვნელოა. უკრაინამ წარმატებით განდევნა რუსეთის სამხედრო გემები თავისი ექსპორტის არხებიდან. ეხლა როგორც ვხედავთ ადმირალ მაკაროვის დაზიანების მაგალითზე, უკრაინა კონცენტრირებს თავის ძალისხმევას შავი ზღვის ფლოტის იმ რამდენიმე გემზე, რომლებიც შორიდან უკრაინის მატერიკზე დარტმის უნარს ფლობენ. სარაკეტო კრეისერები და ფრეგატები, რომლებსაც კალიბრის ტიპის რაკეტების გაშვება შეუძლიათ, ამ სამხედრო გემებს შორის არიან. თუ უკრაინა შეძლებს მათი განეიტრალებას, შავი ზღვის ფლოტი რუსეთისთვის სივრცხვიდან გადაიქცევა სრულიად უმნიშვნელო ძალად უკრაინის ომში. მაგრამ როცა ადმირალ მაკაროვი იწვის, შავ ზღვაში სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდა. გემებზე თავდასხმების მიღმა უკრაინამ რუსეთს კიდევ უფრო დიდი პრობლემა შეუქმნა. პრობლემა, რომელიც უკვე სერიოზულ სირთულეებს ქმნიდა რუსეთის ნავთობის ინდუსტრიაში და კიდევ უფრო გამწვავდება შავი ზღვის მეორე ობიექტის გამო, რომლის შესახებაც ბროვლიმ 6 აპრილის განცხადებაში ისაუბრა. მაგრამ სანამ ამაზე გადავიდოდეთ, მცირე შენიშვნა. თქვენ უყურებთ The Military Shows. თუ ჯერ არ გაქვთ გამოწერა, ეხლა იდეალური დროა დააჯიროთ ხილაკს. ეხლა ადმირალ მაკაროვის შავი ზღვის ფლოტისთვის დიდი დანაკარგია. რუსეთისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია შავი ზღვის სივაშის თვითმაღლივი ნავთობის საბურთი პლატფორმა, რომელსაც უკრაინის უპილოტო სისტემების ძალებმა ასევე დაარტყეს უკრაინის საზღვაო ძალების დახმარებით. როგორც ჩანს, უკრაინის საპატრულო ნავები, რომლებიც რუსეთს შავი ზღვის ფლოტით უნდა გაენადგურებინა, კიდევ ერთხელ ამტკიცებენ საკუთარ ღირებულებას, თუმცა რეალურ ზიანს დრონები აყენებენ. უკრაინული დარტყმის შესახებ თავის ანგარიშებში კიევის პოსტი აღნიშნავს, რომ ვიდეო, რომელიც ადრე ვახსენეთ, შუა ნაწილში იცვლება და ადმირალ მაკაროვზე თავდასხმის ჩვენებიდან სხვა კადრებზე გადადის. შემდეგ ის აჩვენებს, თუ როგორ განახორციელეს უკრაინის დრონებმა ძირითადი და მეორეული დარტყმები სივაშის ნავთობის პლატფორმაზე. რაც ამ კადრებიდან ჩანს, არის ის, რომ ეს ნავთობის პლატფორმა ისეთივე სამხედრო სამიზნეა, როგორც ნებისმიერი სხვა, რომელსაც უკრაინა შეიძლება დაარტყას რუსეთის ნავთობისების ინდუსტრიის დასაზიანებლად. ვიდეოში ნაჩვენებია, როგორ გადააქცია რუსეთმა ესპეტმა ეს პლატფორმა, ფაქტობრივად იმ ადგილად, სადაც შეუძლია განათავსოს თავისი საჰაერო თავდაცვის რადარები. ეს იყო უკრაინის სამიზნეები ამ დარტყმაში და მან რამდენჯერმე დაარტყა ამ სამიზნეებს. კადრები გადაღებულია თვითონ დრონების პერსპექტივიდან, როცა ისინი ეჯახებიან სივაშის პლატფორმას. ვიდეოში ასევე ჩანს მცირე ნავები ან უპილოტო ზედაპირული ხომალდები. მეორე ვარიანტი უფრო სავარაუდოა, რაც მიუთითებს, რომ უკრაინამ თავისი საზღვაო დრონები გაგზავნა საბურ პლატფორმაზე, ხოლო იქიდან გაუშვეს FPV დრონები, რათა დაესხნენ პლატფორმაზე განთავსებულ საჰაერო თავდაცვის რადარებს. ჩვენ ვიცით, რომ უკრაინას ეს შესაძლებლობა აქვს. უკვე თებერვალში United 24 მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინამ შეიმუშავა საზღვაო დრონები, რომლებიც ფაქტობრივად დედაგემების როლს ასრულებენ FPV დრონებისთვის. საზღვაო დრონი გადააქვს. FPV დრონები საჭირო ადგილამდე ფარავს უზარმაზარ მანძილებს, რასაც FPV დრონები დამოუკიდებლად ვერ შეძლებდნენ. შემდეგ ისინი უშვებენ FPV-ებს. როგორც ჩანს, სივაშის პლატფორმამ სწორედ ამ ტიპის თავდასხმის სრული ძალა იგრძნო, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ გენიალურ ასიმეტრიულ ტაქტიკებს, რომელსაც უკრაინა შავი ზღვის რეგიონში იყენებს. ნიშნულოვანი რუსული სამხედრო გემი იწვის. ასევე იწვის ნავთობის საბურთი პლატფორმა, რომელიც რუსეთის შავი ზღვის საჰაერო თავდაცვის ქსელის ნაწილად იყო ქცეული. მაგრამ თუ ფიქრობ, რომ ეს ყველაფერი იყო, რაც უკრაინამ შავი ზღვის რეგიონში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გააკეთა, ძალიან ცდებით. ამ ყველაფერთან ერთად, უკრაინამ მასიური დარტყმა მიაყენა ნოვოროსიისკის შეშკარის ნავთობის ტერმინალს, რის შედეგადაც გავრცელებული ინფორმაციით, პორტის ორი მთავარი პიერი და რამდენიმე მილსადენის საკონტროლო კვანძი განადგურდა. დარტყმამ სრულად შეაჩერა ნედლი ნავთობის დატვირთვა ამ პორტში, რაც თავის მხრივ სერიოზულ ზიანს ატანებს რუსეთის ნავთობის საექსპორტო სექტორს, რომელიც უკვე რამდენიმე კვირაა პრობლემებს განიცდის. ამ სირთულეებს ისევ დაუბრუნდებით მას შემდეგ, რაც თავად შეშკარის დარტყმას განვიხილოთ. კიევის პოსტის მიხედვით, უკრაინის თავდასხმამ შეშკარის ნავთობის ტერმინალზე ისეთი დიდი ხანძარი გამოიწვია, რომ ისინი კოსმოსიდანაც კი ჩანს.
თუმცა ეს არ არის ის, რაც პუტინს ნამდვილად დააფიქრებს. პირდაპირ რომ თქვათ, ის უკვე ეჩვევა უკრაინის დრონებს, ან შეიძლება ითქვას დრონების ნამსხვრევებს, რომლებიც დიდ ხანძრებს იწვევენ, თელ ობიექტებს ფარავენ და ცას კვამსა და ნაცარში ახვევენ. არა, რაც ნამდვილად დააფიქრებს რუსეთის ლიდერს არის ის, რომ უკრაინამ სამიზნე დაევრჩია ნავთობის ტერმინალი, რომელიც ზოგიერთი ცნობით ამუშავებს რუსეთის ნედლი ნავთობის ექსპორტის 25-დან 35%-მდე, მათ შორის ურალის, სიბირისა და ყაზახეთიდან წამოსულ ნავთობს. როდესაც ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს, შაშკარის შეუძლია თვეში 3-დან 3,2 მილიონ ტონამდე ნავთობის გადამუშავება. მართალია ეს მშვიდობიანი დროის მაჩვენებლებია, მაგრამ მაშინაც კი როცა უკრაინის ომი მძვინვარებს, შაშკარის დაახლოებით 20%-ს შეადგენს რუსეთის ნედლი ნავთობის მთლიანი ექსპორტის, როგორც კი ეუპოსტი განმარტავს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს არის რუსეთის ერთ-ერთი მთავარი ნავთობის ჰაბი. და რომ დავინახოთ, რამდენად მნიშვნელოვანია, შეგვიძლია სწრაფი გამოთვლებით ჩავატაროთ. ავიღოთ 3 მილიონი ტონა ნედლი ნავთობი თვეში, როგორც საწყისი მაჩვენებელი. ლუიზიანას შუა კონტინენტის ნავთობისა და გაზის ასოციაციის მიხედვით, 1 მეტრული ტონონა უცხოური ნედლი ნავთობი უდრის 6,99 ბარელს. აპრილის ორში რუსეთის მთავარი ნავთობის ბრენდი ურალის ნედლი ნავთობი მიაღწია მაღალ ფასს, $116.05 ბარელზე. ასე რომ 3 მილიონი ტონა რომ გავამრავლოთ 6,99 ბარელზე, მივიღებთ 20,97 მილიონ ბარელს ნედლი ნავთობისას, რომელსაც შასკარისი ყოველთვე დაამუშავებს. ამ რიცხვს რომ გავამრავლოთ $116.05-ზე, მივიღებთ თვეში $2.4 მილიარდზე მეც. აი ასე მნიშვნელოვანია შასკარისი რუსეთისთვის. და ამჟამად ის დახურულია და იწვის, რადგან უკრაინის დრონებმა პირდაპირი დათმობები მიაყენეს ნავთობის ტერმინალს. ეს დათმობები განხორციელდა, როგორც ჩანს, უკრაინის ყველაზე მასშტაბური იერიშის ფარგლებში, რომელიც დღემდე განხორციელებულა ნოვოროსიისკის პორტზე. კიევ-პოსტის ცნობით, ამ ბოლო თავდასხმაში დაახლოებით 50 დრონი მონაწილეობდა, რაც ერთ სამიზნეზე ძალიან დიდი რაოდენობაა. ეს გვიჩვენებს, რომ უკრაინა სერიოზულად ეკიდება რუსეთის ნავთობის ობიექტებზე დათმობების მიყენებას, რადგან ასეთი მასშტაბის დრონების გაშვებას მხოლოდ მაშინ გამოიყენებდა, დებდა თუ სურდა დაეზღვია, რომ მინიმუმ რამდენიმე მათგანი რუსეთის საჰაერო თავდაცვას გაარღვევდა და სამიზნეებს მიაღწევდა. ცეცხლი, რომელიც იმდენად ძლიერად ანთია, რომ კოსმოსიდანაც ჩანს, მტკიცებულებაა იმისა, რომ უკრაინამ მეოთხედ 6 თვეზე ნაკლებ დროში კვლავ მიაღწია წარმატებას. ამ საკითხს მალე დაუბრუნდებით, მაგრამ ჯერ გახსოვთ ვახსენეთ, რომ რუსეთი ამჟამად საკმაოდ სერიოზულ პრობლემებს აწუხდება ნავთობის ექსპორტთან დაკავშირებით. ეს იყო ჩვენი პატარა მინიშნება, რომ შეშკარისზე თავდასხმა სულაც არ იყო ერთჯერადი შემთხვევა. სინამდვილეში ბოლო 1 თვის განმავლობაში უკრაინამ ერთის შემდეგ მეორე დარტყმა მიაყენა რუსეთის ნავთობის ექსპორტის ტერმინალებს, როგორც შავ ზღვაში, ასევე ბალტიის ზღვაში, რაც უკვე აშკარა კამპანიად იქცა რუსეთის ყველაზე მნიშვნელოვან ფინანსურ არტერიაზე, რაც ომის განმავლობაში აქამდე არ გვინახავს. უკრაინის დრონებმა მარტის მეორე ნახევარში დიდი დრო დაუთმეს პრიმორსკისა და უსლუგას მიზანში ამოღებას, რომლებიც რუსეთის ნავთობის ექსპორტის ტერმინალებია ბალტიის ზღვის რეგიონში. ერთად აღებული ეს პორტები რუსეთის ნავთობის ექსპორტის სიმძლავრის 40%-ს შეადგენს. დაახლოებით 2 მილიონი ბარელი დღეში, ანუ დაახლოებით 60 მილიონი ბარელი თვეში, ვეღარ ტოვებს ბალტიის პორტებს, რადგან ისინი კვლავ იწვის და ნაწილობრივ მაინც დახურულია, სანამ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. უსლუგაში ხანძრები იმდენად მასშტაბური იყო, რომ ისინი ფინეთშიც კი ჩანდა, იუწყება Moscow Times-ი. იგივე გამოცემამ ასევე განაცხადა, რომ დაახლოებით 50 ხომალდი იყო გაჭედილი ფინეთის ყურეში 25 მარტს. ეს ყველაფერი უკრაინის დარტყმების გამო. იმ დღიდან მოყოლებული როგორც პრიმორსკი, ასევე უსლუგაც კვლავ დაიბომბა. უკრაინა არნებდება თავის მიზანზე, რომ პუტინს არ მისცეს საშუალება რუსეთის ნავთობის შემოსავლებით დააფინანსოს უკრაინაში შეჭრა. TVP World-ის ინფორმაციით, უკრაინის მიერ რუსეთის ნავთობის ობიექტებზე მუდმივმა დათმობებმა უკვე თითქმის $1 მილიარდი ნავთობის მოულოდნელი შემოსავალი გააქრო, რომელსაც კრემლი ირანის მახლობლად ჰორმუზის სრუტის დახურვის შემდეგ ელოდა. რუსეთმა უკვე დაკარგა $970 მილიონი შემოსავალი 29 მარტისთვის. უკრაინა კვლავაც უტევს რუსეთის ბალტიისა, დალტიისა და შავი ზღვის პორტებს, ანადგურებს ნავთობის საცავებს და ამავდროულად აჩერებს ამ პორტების მუშაობას. ეს უკვე 1 თვეზე მეტია მიმდინარეობს და აშკარაა, შაშკარისზე თავდასხმით ჩანს, რომ უკრაინა შენელების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს. რუსეთის ნავთობი დაიძვება მანამ, სანამ გასაყიდი აღარ დარჩება და ეს ნიშნავს მილიარდების დაკარგვას საბრძოლო ბიუჯეტიდან, რომელიც სულ უფრო ცარიელი ხდება ომის გამო, რომელმაც უკვე იმდენი დაუჯდა რუსეთს, რომ პუტინი ახლა იძულებულია ოლიგარქებს თხოვოს ნარჩენები, რათა თავისი შეჭრა გააგრძელოს. ეს არის უკრაინის ნავთობის ტერმინალებზე დარტყმების მთავარი მიზანი. ფრეგატების განადგურება და საჰაერო თავდაცვის რადარების დანგრევა პირდაპირი მაგალითებია იმისა, თუ როგორ ასუსტებს უკრაინა რუსეთის სამხედრო ძალას. მაგრამ სწორედ ამ ტერმინალებზე დარტყმებით აყენებს უკრაინა რეალურ ზიანს. ყოველი დოლარი, რომელსაც რუსეთი კარგავს, განსაკუთრებით ეხლა, როცა ნავთობის ფასები წლების განმავლობაში არ ყოფილა ასეთი მაღალი, არის დოლარი, რომელიც ვეღარ დაიხარჯება რუსეთის სამხედრო მანქანაზე. როცა პუტინის ფულადი რეზერვები იწურება, ეს მანქანა იწვევს დაშლას, რაც უკრაინას აძლევს საშუალებას განახორციელოს კიდევ უფრო ღრმა დათმობები და ამავე დროს შეამსუბუქოს წეწოლა საკუთარ სახმელეთო ძალებზე. ასე არ არის, რომ პუტინმა იფიქროს თითქოს ყველაზე ცუდი უკვე დასრულდა. უკვე გითხარით, რომ უკრაინამ ბოლო 6 თვის განმავლობაში 4-ჯერ დაარტყა ნოვოროსიისკს. ამ წინა დარტყმებიდან ყველაზე ბოლო იყო 2 მარტს და მათ კვლავ შაშკარის ნავთობის ტერმინალი ამოიღეს სამიზნედ.
ამ დათმამ ტერმინალზე არსებული 7 ნავთობის ჩამტვირთავი მკლავიდან 6 გაანადგურა, როგორც კიევი ინდეპენდენტი მაშინი უწყებოდა და შედეგად მთელი პორტი დაიხურა. იგივე მოხდება ამ ბოლო თავდასხმის შემდეგაც. საინტერესოა, რომ ადმირალ მაკაროვი ადმირალ ესენთან ერთად ასევე მოხდა ამ 2 მარტის თავდასხმაში. შეფასების მიხედვით, ადმირალ ესენი ამ დარტყმის შემდეგ ვერა შეძლებს თავისი კალიბრის ფთოსანი რაკეტების გაშვებას. სავარაუდოდ სწორედ ამიტომ არ იყო ის სამიზნე ამ ბოლო თავდასხმაში. რაც შეეხება ადმირალ მაკაროვს, ის კვლავ დაზიანდა და უკრაინა აფასებს მიყენებულ ზიანს. ამ ფრეგატის კალიბრის შესაძლებლობები გამორთულია. უკრაინას აღარ ექნება სანერვიულო, როდესაც შავი ზღვის ფლოტი ამ ტიპის ფრთოსან რაკეტებს გამოიყენებს მის ქალაქებსა და მოსახლეობაზე. ასე რომ, 6 აპრილამდე დღეები საკმაოდ ნაყოფიერი იყო უკრაინისთვის. ფრეგატი დრონებმა დააზიანეს, ისევე როგორც საჰაერო თავდაცვა ნავთობის საბურღი პლატფორმაზე. ბოლო სამიზნის განადგურება ნიშნავს, რომ ახლა უფრო უსაფრთხო საჰაერო კორიდორებია შავი ზღვისკენ, რაც თითქმის გარანტიას იძლევა, რომ უახლოეს მომავალში უკრაინის მხრიდან კიდევ მეტი ხმა დარტყმა იქნება. რაც შეეხება შაშკარის, ისევ იწვის. და ადრე თუ გვიან, პუტინი მიხვდება, რომ რუსეთისთვის აღარ არის უსაფრთხო ნავთობის ექსპორტი ამ პორტიდან. და თუ თავად პუტინი ამას ვერ მიხვდება, ის ტანკერები, რომლებიც ამ პორტებიდან რუსულ ნავთობს იღებენ, მიხვდებიან. ისინი აბსურდ აფეთქდნენ ნაწილებად, მაგრამ არსებობს შანსი, რომ ასე მოხდეს, რადგან უკრაინა ახლა უკვე ჩვევად აქცევს რუსული პორტების განადგურებას. რატო უნდა გარისკონ ტანკერებმა, თუ ეს ასე გაგრძელდება? ეს ისეთივე სიმართლეა ბალტიისპირეთის გემებისთვის, როგორც შავი ზღვის გემებისთვის. უკვე ვახსენეთ უკრაინის იერიშები პრიმორსკსა და უსლუგაზე. თუ გსურთ მეტი გაიგოთ ამ იერიშებიდან ზოგიერთზე, რომლებიც რუსეთისთვის დამანგრეველი 3 დღის განმავლობაში განხორციელდა, მაშინ ნახეთ ჩვენი ვიდეო. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ The Military Show, რომ არ გამოგჩეთ ჩვენი უახლესი ამბები უკრაინის ომზე. და მადლობა როგორც ყოველთვის ყურებისთვის.